ამინ. მერთმა დაგლოცოთ, მადლობა ღმერთს, რომ არაკლისი აღვასრულეთ, იოანე ნათლისმცემლის არაკლისი და შეგვეწიოს ყველას წინამორბედი ნათლისმცემელი იოანე, მისი ლოცვით ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ამშვიდოს ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა მოგცეს ყველას, ჩვენი დედა ეკლესია დალოცოს და დაიფაროს წმინდა იოანემ და შეგვეწიოს ჩვენ ყველას ღვთის წინაშე. გილოცავთ დღევანდელ დღეს მოხსენებული წმინდანების ხსენებას, დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენებს მოციქულებს ბართლომეს და ბარნაბას, ესე იგი ბართლომე მოციქული როგორც მოგეხსენებათ ყველას, ეს არის ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, იგი წარმოშობით იყო კანას გალილეიდან და როდესაც ასე ვთქვათ სულთმოფენობის შემდეგ საქადაგებლად მიდიოდნენ მოციქულები, იგი საქადაგმას ასე ვთქვათ წილად ხვდა სირია და მცირე აზიის ქვეყნები, იქ ქადაგებდა მართლმადიდებელი მოციქული და როგორც ყველა მოციქულს ამ ქადაგების პერიოდში, რა თქმა უნდა, არ ქონია ასე ვთქვათ იავარდით მოფენილი ეს გზა, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა, სხვადასხვა ქვეყნებში ავრცელებდა ღვთის სიტყვას, ერთ-ერთი ქვეყანა გადმოცემის მიხედვით, სადაც მან იქადაგა ანდრია მოციქულთან ერთად, როდესაც მეორედ დაბრუნდა ანდრია მოციქული საქართველოში, იყო ჩვენი ქვეყანაც, ივერიაც, მართლმადიდებელი მოციქულის ასე ვთქვათ ნაქადაგები, მან ჩვენ მახლობლათაც, ჩვენ მეზობელ ქვეყანაში, სომხეთის ტერიტორიაზეც იქადაგა და იქ სწორედ იქ შეიპყრეს და დღევანდელი თანამედროვე ბაქოს ტერიტორია ალბანია ერქვა მაშინ ამ ადგილს, აი იქ მოხდა მისი წამება, ის მოწამებრად აღესრულა, ჯერ ჯვარს გააკრეს და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ სასტიკი წამებით დაასრულა მან თავისი სიცოცხლე და შეგვეწიოს ჩვენ ყველას მისი ლოცვა, დაიფაროს ჩვენი ქვეყანა. ასევე დღეს არის როგორც მოგახსენეთ ბარნაბა მოციქულის ხსენების დღე, ესე ბარნაბა მოციქული არის 70 მოციქულთაგან ერთ-ერთი. მაცხოვრის 12 მოციქულში არ შედიოდა, მაგრამ ის უშუალოდ მაცხოვრისგან ისმენდა ქადაგებას. ის კვიპროსის ტერიტორიაზე იყო დაბადებული, ებრაელთა ოჯახში, საკმაოდ ისეთი შეძლებული ოჯახი იყო და ისე იერუსალიმში გამოუშვეს სასწავლებლად თავისმა მშობლებმა და აი ამ პერიოდში ის ემოწაფება იმ პერიოდისათვის ერთ-ერთ გაანთქმულ სწავლულს გამალიელს, რომლის მოწაფე იყო ასევე საული, უკვე შემდეგ უკვე პავლე მოციქული. და აი საულე და ბარნაბა მოციქული იყვნენ ასე ვთქვათ გამალიელის მოწაფეები და ახლო მეგობრებიც იყვნენ და სწორედ აი ამ პერიოდში, როცა მაცხოვარი უკვე გამოდის სამქადაგებლო ასპარეზზე, ასე რომ ვთქვათ, ბარნაბა მოციქული ისმენს მისგან ქადაგებას, მის ასე ვთქვათ სწავლებებს და ის შეიცნობს მას როგორც მესიას და დაემოწაფება მას 70 მოციქულში აღირაცხა როგორც მოგეხსენეთ და აი პავლე მოციქული ალბათ ყველას გახსოვთ რომ სასტიკი მდევნელი იყო ქრისტიანებისა და შემდეგ უკვე დამასკოს გზაზე ხდება მისი მოქცევა და როდესაც ის იერუსალიმში ბრუნდება მოციქულებთან უნდა და მას რა თქმა უნდა დაკავშირება, მაგრამ მოციქულებმა თავიდან არ მიიღეს რომ გარკვეული ეჭვის თვალით უყურებდნენ მას როგორც მდევნელს და არ ენდობოდნენ ასე რომ თქვა და სწორედ აი ბარნაბა მოციქული იყო ვისგანაც შეიტყვეს პავლე მოციქულის იმ დროს საულეს სასწაულებრივი მოქცევის შესახებ ქრისტიანობაზე და უკვე შემდეგ პავლე მოციქული და ბარნაბა მოციქული ასე ვთქვათ განუყრელი მეგობრები იყვნენ და განუყრელად ესე დაუცხრომელად ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას. ბარნაბა მოციქულმა კვიპროსში იქადაგა, იქ გაამრავლა ასე ვთქვათ ქრისტიანული თემი, ასევე იტალიის ტერიტორიაზე, დღევანდელი მილანის ტერიტორია, მაშინ მედიოლანი იყო, იქაც ჩამოაყალიბა საეპისკოპოსო კათედრა, ქრისტიანული თემი და დაახლოებით 62 წელი იყო, როდესაც ის ასე ვთქვათ მიიცვალა ღვთის წინაშე და მისი ლოცვაც ჩვენ ყველას გვეწეოდეს, მოციქულთა მარხვაში ვართ და აი მოციქულების ღვაწლი არასოდეს დავიწყოთ და მათი მიმბაძველები ყოფილიყავით ქრისტეს სარწმუნოების ასე ვთქვათ მედგრად გავრცელებისათვის ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე და ამ სარწმუნოებაზე მედგრად გომისათვის. ასევე დღეს ეკლესია მოიხსენებს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხატი არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, ალბათ მოიხსენებათ ღირსარსი ქვია ესე ამ ხატს და ამ ხატის ისტორიაც ალბათ ყველა მიცით, მოკლედ შეგახსენებთ. ესე იგი ათონის მთას აქვს დედაქალაქი, ასე ვთქვათ, ქვია კარეასაც მოიხსენებენ და იქ დგას ცენტრში. კარეას ცენტრში დგას ათონის მთაზე ერთ-ერთი არა, ალბათ ყველაზე ძველი ტაძარი, რომელიც ათონის ტერიტორიაზე აშენდა.
და აი ამ სწორედ ამ ტაძარში არის დასვენებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს ხატი, რომელიც ასე ვთქვათ ღირსარსად იწოდება და შემდეგი ისტორია აქვს აი ტერიტორიაზე, კარიას ტერიტორიაზე, როდესაც განდეგილი ბერები ცხოვრობდნენ ორი ბერი და მისი მორჩილი. ერთ-ერთი ღვთისმსახურების დროს ეს ბერი წავიდა დღესასწაული იყო და წავიდა სხვა კელიაში, რომ იქ აღევლინა დღესასწაული, მორჩილს ტოვებს, თავის მორჩილს ტოვებს კელიაში და ეუბნება, რომ მანაც, ასე ვთქვათ, ღამე ლოცვაში გაატაროს და როდესაც აი ამ ხატის წინაშე ლოცულობდა ეს მორჩილი, სწორედ მაშინ ეცხადება ბერის შესამოსით ეცხადება ადამიანი უცხო პიროვნება და ერთად როდესაც გალობენ და როცა მივიდნენ იმ მომენტამდე, რომ პატიოსნეს საქერობიმთასა უნდა უგალობონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, აი უცნობმა ბერმა უთხრა, რომ ჩვენთან ასე გალობენ და იწყებს ღირსარს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ ჩვენ ღვთისმშობელო, რომელი მარადი სანატრელი იქნენ, ყოვლად უბიწოთ და დედა ღვთისმშობელისა და მერე უკვე ჩვეულად უპატიოსნეს საქერობიმთასა და ეს ადამიანი, ეს მორჩილი, ვინც დარჩენილი იყო, მოინუსხა ამ ტკბილხმოვანებით ამ უცნობი ბერისა, რომელიც უგალობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და უნდოდა რომ ეს სიტყვები ჩაეწერა და ვინაიდან პასტა არ ქონდათ და ფურცელი არ ქონდათ იმ დროს, იმ წუთას რომ რაღაცით სადაც შემო ჩაეწერათ, ქვაზე ამოიტვიფრა ეს მისი გალობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის და აი ესე შემოგრჩა დღევანდლამდე და მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ჩვენ იმისი კადნიერება ღვთისგან მოცემული, რომ გვართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიმხვედრი ქვეყანა და აი ესე თითქმის ყველა მსახურებაზე ეს პარაკლისი იქნება, თუ წირვა იქნება ღირსარსით, აი სწორედ ამ გალობით განვადიდებთ ჩვენ დედას ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს და აუღლენთ მას ლოცვებს შეგვეციოს ყველას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და აი მისმა ასე თქვა მფარველობამ უნდა გადაგვარჩინოს აი ამ რაღაცა საშინელი პერიოდისგან, რომ ტრიალისგან ჩვენს გარშემო ყველაფერი ცეცხლშია, ასე ვთქვათ და ღმერთმა გნას, რომ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ჩვენ ქვეყანას, ზოგადად მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა ყველაზე ძვირფასი და ზოგადად მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს ჩვენი ყველა სიმფარველი. ღმერთმა ძალა მოგცეთ, რომ აი ღვთის სიტყვა რამდენად მნიშვნელოვანი არის, ყველამ კარგად ვიცით, როგორი ნიშნულობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში სახარებას, ასე ვთქვათ, წმინდა წერილს და აი ამ წერილიდან გამომდინარე ჩვენი ცხოვრება უნდა ჩვენი სუნთქვასავით უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ეს ღვთის სიტყვის კითხვა და სმენაც, რა თქმა უნდა, ტაძარში და აი ესეთი პატერიკებიდან ორი ესეთი ამბავი არის, ადრე მოყოლიც მაქვს ერთ-ერთი ბაბილა იყო, ერთ-ერთი მასხარა, ასე ვთქვათ, იმ პერიოდში კილიკიაში იყო, ტარსში აღარ მახსოვს ზუსტად. საკმაოდ ისეთი გარკვეული ცხოვრები ცხოვრობდა, სამი ცოლი ყავდა და აი ტაძარში ერთხელ შევიდა ტაძარში, არ ვიცი ალბათ ისე მომდა ტაძარში შესვლა და სწორედ მაშინ ისმინა ღვთის სიტყვა შეინანეთ, რამე თუ მოახლოვებულა არ სასუფეველიცათა და ეს ადამიანი დააფიქრა ამ სიტყვებმა და საერთოდ სხვანაირი გამოვიდა ტაძრიდან და დაუტევა ყველაფერი აბსოლუტურად და შეუდგა, ასე ვთქვათ, ქრისტეს გზას და იწამა ქრისტე და გახდა სიცოცხლის ბოლომდე შემდეგ უკვე მოღვაწეობდა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და მისი ცოლებიც კი მას გაყვნენ და მონაზვნად აღიკვეცნენ მის ცხოვრებაში ესია გადმოცემული ამ პატერიკში. ასევე ერთ-ერთი ამბავი არის ესეთი, რომელსაც ბერი, რომელიც რაღაცა ცოდვით დაეცა, ტაძარში მიდიოდა და აი შეატყვეს ბერებმა, რომ შავი ქონდა სახე. არ ვიცი ცოდვისგან ერთ სიტყვით სახეზე არ იყო ისეთი როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და მისი მფარველი ანგელოზებიო ეს ტაძარში რო შევიდა, გარედან უყურებდნენ თუ რა მოხდებოდა და აი როცა ის ტაძარში იყო, უკვე ისაია წინასწარმეტყველის სიტყვები არის, სიტყვები მოესვა, ესეთი სიტყვებია, რომ განიბანეთ, განიწმინდეთ, ავის საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა, სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მოდით და ცილობა ვყოთ, მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, ჭიაფერივით, წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. აი ეს არის ისაიას წინასწარმეტყველებიდან სიტყვები და სწორედ აი ამ სიტყვების შემდეგ ის სხვანაირი გამოვიდა და გაბწყინებული სახით იყო და აი რომ კითხეს თუ რა მოხდა ამ სიტყვებმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ შინაგანად ღმერთს აღუთქვა, რომ
წესიერი ცხოვრებით დაიწყება ცხოვრებას და აბსოლუტურად გადასხვაფერებული გამოვიდა ტაძრიდან. ჩვენც აუცილებლად აქ რომ გავართ, თითოეული სიტყვა ღვთისმსახურებაზე წარმოთქმული, მით უმეტეს როცა წმინდა წერილი იკითხება, არის მნიშვნელოვანი და თითოეულ სიტყვას გულისყურით უნდა მოვეკიდოთ, თითოეულ სიტყვას უნდა ჩაუღრმავდეთ და უნდა გავატაროთ, რაც მთავარია ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომა მნიშვნელოვანი რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ასე ვთქვათ, სამაგიდო წიგნი უნდა იყოს, სახარება, ბიბლია ზოგადად და აი იმითი უნდა სუნთქავდეს, იმით უნდა ცხოვრობდეს და იმითი უნდა იყოს დღე და ღამე. ღმერთი შეგვეწიოს, რომ აი ეს ღვთის სიტყვა ვისმინოთ, გავითავისოთ და ჩვენ ცხოვრებაში გავატაროთ. ჩვენთან არს ღმერთი.